მქონდა პირდაპირ ეთერი, სადაც ვერი ვართ ბავშვებთან ერთად, ხო? ანუ იქ სიმღერის დროს, ანუ ჩვენ ისეთ რაკურსში ვდგავართ, რომ ბავშვებს ვერ ხედავთ, ანუ გვერდზე გვიდგან ან ბავშვები, ანუ სიმღერის დროს, ანუ რაღაც ხმა გვესმის რა, მაგრამ ხმარისია ვერ ვხვდებით. მაგრამ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ყურადღებას ვაქცევთ, ანუ ვიხედებით ბავშვებისკენ და ანუ ბავშვების რეაქციას ვაკვირდებით და ბავშვების რეაქციის მივხვდი, რომ რაღაც მოხდა, ანუ რეალურად ოღონდ რა მოხდა იქ ბავშვის ფეხის დაცემა იყო, წაქცევა იყო, თუ ანუ რის შვა იყო, ამას ჩვენი მომენტში ვერ ვხვდებით რა. მაგრამ რასაც ვაფიქსირებთ არის ის, რომ ბავშვები იყურებიან ქვევით და მივხვდი, რომ რადგან ქვევით იყურებენ, ესე იგი რაღაც რომელიღაც ბავშვს პრობლემა აქვს, იმიტომ ანუ მივხვდი, რომ რაღაცა პრობლემა იყო, მაგრამ მე დავინახე, რომ ბავშვი იჭდა იქ. ასე ვთქვათ, იყო ჩამჯდარი რა. ესე იგი, რადგან ჩამჯდარი იყო, მივხვდი, რომ ესე იგი რაღაც ბავშვმა შეუძლო ციხნო თავი და ჩაჭდა. შესაბამისად, როგორც კი დამთავრდა ეთერი რა, ანუ სიმღერა როგორც კი მოჩა, მივედით ბავშვთან, მოვიკითხეთ, უკვე ნორმალურად იყო, კარგად იყო. არის დავალევინეთ, რავი, ჩვენთან ერთად იყო, ფოტოებს გადავიღეთ და ანუ შეხედეთ მე რა მოხდა, როცა უკვე წამოვედით ტელევიზიიდან, ეს ვიდეო ჩაგვიდოთ ერთ-ერთმა მშობელმა და ეს ვიდეო რო ვნახე, ანუ გავგიჟდი, იმიტომ რომ ეგეთი კადრი, რაც ვნახე, რომ ბავშვი ასე მოწყვეტით, რომ ეცემა, ანუ ძალიან ისეთი იყო, ძალიან საშინელი შესახედი იყო და ეგრევე დავავალე ჩვენს ადმინისტრატორს, რომ გადაეგზავნა მშობელთან კადრი, იმიტომ რომ ბავშვს შეიძლებოდა ან არ მოეყოლა წესიერად, ან დაემალა მშობლისთვის, ხო იცით, როგორც ხდება ხოლმე რა, ეგეც შემთხვევაში და უთხარი რომ გაეგზავნა მშობლისთვის ეს ვიდეო, რომ ანუ რამე სერიოზული დაზიანება არ ყოფილიყო, იმიტომ რა ადამიანური და რა ადეკვატურია ეს ბრალდება, რომ თითქოს იქ მყოფი ყველა ადამიანი არის უგულო, არა ადამიანი, ისე რომ ბავშვი ძირს აგდია, უგონოდ და ყურადღებას არავინ არ აქცევს და იმდენად ზედმეტია უბრალოდ ეს ყველაფერი, რომ ანუ რა ვიცი ახლა რა